სხვათა შორის ისე ცხოვრებაში პირველად მივიღე ყვავილი. არ მთელ პირველადაც არა, მაგრამ 8 მარტს პირველად. მე თვითონ პულის საერთოდ აღარ მაქვს მით უმეტეს იმ საარსებო მინიმუმის მერე და ვფიქრე მერე მეთქი თუ არ მაქვს ყვავილები ხო გაძურებულია რითი ვიყიდო მეთქი და აგე მივიღე. ესე იგი ეს არის ხელახლა სანახავი ფილმები უბრალოდ ისე გასართობად ესენი ნახე უკვე და დღეს უნდა ვნახო ეს. დღეს არ ვაპირებ ვიდეოს გადაღებას არც თავის დატვირთვას რამით არც ვივარჯიშებ რეები ხდება გარეთ ეგ აღარ დავიმსახურე რომ ცოტა განებივრებული ვიყო დღეს. ეს ვიყიდე ბარბის ფილმი რო გამოვიდა თითქმის 3 წლის წინ და არ ვიცი შეფუთვა დამენანა თუ რაღაც ძალიან დამავიწყდეს და არ გამიკეთები ამისნაირი მქონდა შავი კიდე ის გავიკეთე ისიც ძალიან დიდი ხნის მერე და ვადა გაზდის აგვისტოში წელს ხო და ვერ წარმოვიდგენდი რომ ამას ზოგადად ამ ესეთ ნიღბებს რო ყიდულობ ეგრევე ვიკეთებ ხოლმე და ამას ვერ წარმოვიდგენდი თუ თითქმის მიწურულამდე მივიყვანდი. ხო და ბარემ რადგან საკუთარ თავზე ზრუნვა არის ესეც იყოს. რატო იხსნება ესე ცუდად? ხო და ბარემ იქნებ მედიტაციაც მოვასწრო. ესე იგი რა გავაკეთე დღეს? წავიკითხე. ნიღაბი გავიკეთე, ტორტი ვჭამე. სერიალს ვუყურე, რამდენიმე სერიას. ჩაი დავლიე, ყავა დავლიე. გარეთ ვიყავი ცოტა ხანს, უფრო დიდ ხანსაც მინდოდა ყოფნა, მაგრამ საღამოს გავედი და რატომღაც საღამომდებ ხოლმე. ჰაერზე გასვლას ხო და ახლა ძალიან ცივა საღამოებით, ამიტომ ცოტა ხანს ვიყავი, ხანმოკლე მედიტირებაც მოვასწარი. სხვათა შორის მაგას არ ვთვლი საჭიროდ ვიფიქრე, რომ მაგის რაღაც ალტერნატივას შემცველს ვიპოვი მეთქი, მაგრამ მაინც მივედი მაგ დასკვნამდე, რომ ჩემთვისაც არ იქნებოდა ცუდი. რო გავიღვიძე, ვაინებს უყურებდი შუა დღემდე, YouTube-ზე მე რაც მიყვარს ვაინებს უყურებდი. ხო, ყვავილები მაჩუქეს. ეხლა საკმაოდ გვიანია უკვე, მალე უნდა დავიძინო, მაგრამ მინდა რომ რასაც უყურებდი, ის ფილმი დავამთავრო თუ მოვასწარი და Dead Silence რაც შეეხება, მაინც საშინელებათა ფილმია და საშინელებათა ფილმების ძილის წინ ყურება ავიკრძალე, ამიტომ ჯობია რომ მაგას უყალ უყურო, დღეს აღარ ვნახავ მაგას. ერთი დღისთვის ძალიან ბევრი რაღაც მოვასწარი. ვფიქრობდი მეთქი რამე არ დაემთხვეს, რაღაცა არ იყოს, ან მე რამე არ დამეძოროს, არ ჩამეშალოს მეთქი. ხო და ამიტომ, რადგან ეს ფულის დახარჯვა გამორიცხულია ხოლმე, რაშიც არაფერი არ დამეხარჯება, ისეთ რაღაცებზე ფოკუსირდები. და რა ის რომ დავჯდე და მივტიროდე, როგორ ვერ მოვიწყე რაღაცა სოლო პაემანი საკუთარ თავთან რაღაცა კაფეში. მივალთ მაგამდეც. დღეს არაფერი არ გამიკეთებია, რომ მთლიანად რაღაცა გართობაზე და განტვირთვაზე მქონდა და ყურადღება გადატანილი და ძალიან კარგი იყო, ძალიან დამშვიდებულად ვგრძნობ თავს, მით უმეტეს ახლა გარშემო თუ მიმოვიხედავთ არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში რა ხდება, მაგის გათვალისწინებით და უკეთესად მოახერხებ სხვა რაღაცებზე კონცენტრირებას და უფრო მოტივირებულიც ვიქნები და უფრო შემართებითაც ვარ, ესე მგონია, ამიტომ ძალიანაც მჭირდებოდა ეგ ყველაფერი.